ვამართ ეგ და ანიმაცია რო გავუშვათ. ფესტივალის პროგრამა ის ყველაფერი უკვე იტრიალებს. ვინ უყურა ფილმი? მე გადავ. წინა ფილმი, რომელიც 12-ზე იწყება, არის საათნახევრიანი. ესე იგი დღეს ტესტავთ მაგას, ხო? მაგრამ ეგრე გადავწყვიტე. ფილმს. ხო. აი, მე მგონი უბრალოდ ძალიან დაბალზე ისმის, მაგრამ და დისკუსიების ტექნიკური ამბავი. ესე ისმის? მე მგონი ეს მუშაობს. ესმის ჩვენი ხმა? ფემინისტური და ქვიარ საკითხები არის ძალიან შეკავშირებული. იმის გაკეთება ხო შეგვიძლია ნატალიამ რო გაიგოს დარბაზის ხმამა. ძალიან მიხარია პირველი ხედავთ და მე ეს არის. აი მიქსერი თუ ისე არის გაფუჭებული რომ ვერ იტანს, არა, ის არის შიგრის. წინაწელს ხოჩერს ძალიან კაი ის ქონდა რა ქვია ფიდბექი ქონდა იმას რომ ფუთში გაკეთდა და ანუ შორს რო გავა. აი მე ვახსენდება ხოლმე ინსტაგრამზე რომ ეს მეორადი კონცეპტორები რომ აფოლოვებენ მაგაზე ვთქვი რა აღარ. აი, პირველ დღეს ანუ გვაქვს ერთი ფილმი. მისალმება გახსნის ფილმი ანიმაცია და მე მივიდივართ მუხუდოში. Ronalski gibt es. მეორე დღეს ვქნება ფილმები. aggressive Georgia very liberal but მეორე დღე არის უშუალოდ queer მიგრაცია დღე, მთლიანი დღე. J'ai taillé, j'ai entrepris Antoine. მესამე დღე არის უკვე ქალების საშინაო შრომითი მიგრაცია და ლიკა წარუძღვება გააკეთებს შესავალს. აი ფაქტობრივად ინტელექტუალური ბავშვობის ქვეყანა მივიღეთ, დატოვებული ბავშვობის ქვეყანა. Nein, das sind ja dann immer Englisch. ყველაფერი გავიარეთ. We stay here for good. ეს დაბეჭდილი და როზადან სიმონამდე რო დაერქვა ის იყო 2013. და 11-ში უბრალოდ გავიტანეთ გარეთ ეს სათამაშო ხვედრები. არ არის პირველი ეკა. ფესტივალი ვაკანტი.
ყველაფერი მე მგონი ვისკში აი ამ სათემო წიაღიდან იწყება. და ეს ფესტივალიც თემიდან ამოიზარდა, იმიტომ რომ ეს იყო სათემო შეხვედრები. დახურულ სივრცეში ფილმებს რომ ვუყურებდით და განვიხილავდით და მსჯელობდით და ვარჩევდით ერთად, შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ გახსნილიყო ეს კარი და რაღაცა გარეთ გაგვეტანა რა. 2011 წელს დავიწყეთ ოფის გარეთ ჩვენებები. მაგრამ 2013 წელს უკვე ამირანში გქონდა უკვე აი სამდღიანი პროგრამა და უკვე ფესტივალი დავარქვით და რაღაცა თავის კონცეფციაც ჰქონდა. თვითონ იმ წლის პროგრამა იწყებოდა როზა ლუქსემბურგის რაც ბიოგრაფიული ფილმიდან და მთავრდებოდა სიმონა დე ბოვუარის ასევეთივე რაღაც ბიოგრაფიული ფილმების ის იყო რა წელი ეგ. იმის მერე გადავწყვიტეთ, რომ ყოველ წელს რაღაცა დაიბადა თავის სახელიც დაერქვა ეს როზადან სიმონამდე. და ნუ ხო დაერქვა, რომ ეს არის queer ფემინისტური ფესტივალი რა, ფემინისტური ფილმების ფესტივალი, მაგრამ ჩვენ ხო queer ფემინისტური ორგანიზაცია ვართ და მთავარი იდეა, გარდა იმისა, რომ მაგალითად შეიძლება ქალების კინო ფილმები იყო ზოგჯერ ფოკუსში ან ფილმები ქალებზე, გარდა ამისა, ზოგადად, რადგან queer ფემინიზმზეა საუბარი, მთავარი აქ არის რაღაცა დიქოტომიური შავ-თეთრი რეალობის მიღმა, აზროვნება და აი რაღაცა შავ-თეთრ პროპაგანდას ეწინააღმდეგება. ფესტივალი გვაქვს ყველასკენ შაბათი კვირა. და რა დაგიტოვა პოსტერი. და გააბაზრი. ეს არის კიდე ჩიტი. ეს არის queer ემიგრაციაზე. რომელი გირჩევნია ვერტიკალური თუ ჰორიზონტალური? აბა მივაზრდოთ, იმიტომ რომ წესით მე სულ ვერტიკალური მაქვს. ჰომოფობია და სექსიზმი. რომელიც ორივე რო შეხედოთ წარმოადგენს ქსენოფობიის ფორმა ორივე, ხო ისევე როგორც რასიზმი, ეიჯიზმი, ანტისემიტიზმი და ასე შემდეგ. პატრიარქალური დღის წესრიგი თავისთავად რას ნიშნავს, ხო? ძალაუფლების არათანაბარ გადანაწილებას და იმგვარ მოწყობას, სოციალურ მოწყობას, სადაც კაცს აქვს დომინანტური როლი. ხო, სიმბოლური როლიც, რომელიც შეიძლება პოლიტიკაშიც იყოს ასახული და ყოველდღიურ პოლიტიკაშიც და კულტურულ დონეზე გამყარებული იყოს აი ამ რწმენა წარმოდგენებით. აი იქ შეიძლება გაკვრა ესე მოზაიკა თქონა რა ეს ჯერჯერია 200 ჰომოფობიაცა და სექსიზმიც პრაქტიკულად არის მექანიზმი იმისა, რომ ადამიანები აიძულო დარჩნენ აი იმ ჩარჩოებში, რომელსაც მას ვთქვათ საზოგადოება აკისრებს. ჩვენთან ხო ხშირად ურევენ ხოლმე ერევათ ერთმანეთში ამბობენ რომ ჩვენთან ქალის კულტია, მაგალითად იმის ნაცვლად რომ დედის კულტია. სრულიად სხვადასხვა რაღაცა არის, ხო? დღესასწაულობის დონეზეც კი აღრევა გვაქვს. როგორც 20 წლის წინ ცდილობდნენ რომ 8 მარტის ნაცვლად 3 მარტს დედის დღე საკმარისი იყო თუნდაც ეს ჩასანაცვლებლად.
მაშიც შეგვიძლია. ყველა მოგიყვანეთ ხალხ. ჩვენი ტიპის კულტურებში ქალს აქვს არა მარტო ბიოლოგიური რეპროდუქციის როლი დაკეცრებული და შთამომავლობის გაგრძელების, რომელიც ესეთი კონტროლის ქვეშ უნდა იყოს, არამედ სიმბოლური რეპროდუქციის. ქალი არის, ვინც უნდა აღზარდოს ბავშვი, გადასცეს ის რწმენა წარმოქმნა. ასე ვთქვათ, მისი კონტროლი ძალიან მნიშვნელოვანია პატრიარქალური საზოგადოებისთვის. ეშე ორი დაგვრჩა მარტო მუხუდაში გასაკრავი და ეგ არის. ეს არის კომუნიკაციის ოთახი. მოკლედ, ფემინისტური ფილმების პარალელურად ვაკეთებთ ხოლმე მულტიმედია პროექტებს. რეალურად ესენი არის დაბეჭდილი კონცეფციები მთელი პროექტის და ვინც მოვა ადგილზე პრეზენტაციისას შეძლებს რომ QR კოდი დაასკანეროს და თვითონ ამ პლატფორმაზე გადავიდეს და თვითონ ეს ვიზუალები არის ერთი ჩემი ნამუშევარი ეს კატა რომელსაც ქვია Shadow და მეორე არის აემ ნიკიტას ვიზუალური კოლაჟი, რომელიც ეხმიანება თავშესაფარში გატარებულ დღეებს და რაღაც ერთგვარი ვიზუალური დღიური არის მისი. მოიცა, იცი რა მე ინტერესებს, ანუ screen recording-ი რო გავაკეთო, ოკეი ხარ? კი, იღებენ კამერით, მაგრამ ეხლა არის უშუალოდ ინტერვიუ? ამ შერი არ ვარ. შერი აღარ ვარ. შერი აღარ ვარ. ძალიან ხშირად ხდება, რომ განსაკუთრებით როცა ადამიანი მიდის თავშესაფარში საზღვარგარეთ უწევთ ხოლმე საკუთარი ცხოველების დატოვება რაღაც დროით ან სამუდამოდ, იმიტომ რომ ძალიან დიდი ფუფუნება არის ამ ცხოველისთვის ბილეთის ყიდვა, საბუთების მოგვარება და ასე შემდეგ. აი ამ პერიოდში ჩვენ ცხოველებს უვლიან ხოლმე ოჯახის წევრები ან მეგობრები, შეყვარებულები, რა ვიცი, ნათესავები და ასე შემდეგ და ისეთი ცხოველები გადავიღე, ვისი პატრონებიც ახლა არიან ემიგრაციაში და დაველაპარაკე იმ ხალხს, ვინც მათ ახლა უვლის. სხვა საკითხი არის საზოგადოებაში არსებული განწყობები და ამ მხრივ მინდა გითხრათ, რომ იმედიანად ვარ ძალიან, იმიტომ რომ არსებობს რაღაცა ტიპის გარკვეული, მოდი ასე ვთქვათ, ეს პროგრესული ტიპის ცვლილებები, რომლებიც შეუქცევადი არის, ასე ვიტყოთ. არა მხოლოდ ქალთა მიმართ დამოკიდებულებების თვალსაზრისით, არამედ LGBTQI თემის უფლებრივი თანასწორობის მიმართ დამოკიდებულებების თვალსაზრისით ძალიან დიდი პროგრესი არის. და არსებობს ასეთი რამ, რასაც ეძახიან ხოლმე აი ინდივიდუალურ დონეზე ვთქვათ განწყობას ან წინარწმუნებას და სოციოლოგიური მოლოდინი როგორი გაქვს მაგალითად სოციალურ ნორმებს როგორ აღიქვა. მაგალითად ქალთა მიმართ და გენდერული თანასწორობის მიმართ კვლევებს რო ატარებენ, აი იმ კვლევებში არის ეს კომპონენტი გათვალისწინებული, რომ ერთი არის როცა ადამიანს რესპონდენტს ეკითხები, რომ ინდივიდუალურად შენი განწყობა როგორია მაგალითად, ხო, შენი პოზიცია.
ამავდროულად ეკითხები, რომ შენი აზრით, გარდა იმისა, რომ შენი დამოკიდებულება როგორია, გარდა იმისა ეკითხები, რომ თქვათ როგორი არის, აი როგორ ფიქრობს შენ გარშემო მყოფი საზოგადოება. სოციალურ ნორმად რას აღიქვავს ადამიანი, ხო? და არის ძალიან დიდი განსვლა ამათ შორის. საზოგადოება ბევრად უფრო პროგრესული არის, ვიდრე მას გონია. სვლელობებთან დაკავშირებით, ხო, LGBTQI ადამიანების სვლელობასთან დაკავშირებით. 2016 წელს პროცენტული მაჩვენებელი, ვინც ეწინააღმდეგებოდა, იყო დაახლოებით 91 თუ 92%. 21 წლის მონაცემებით ამგვარი რესპონდენტების წილი შემცირდა 53%-ამდე. და აი ამის ფონზე მაგალითად ღარიბაშვილი გამოდიოდა და ამბობდა 2022 წელს გააკეთა თუ არ ვცდები ეს განცხადება. ჩვენი საზოგადოების 95% ეწინააღმდეგება თქვათ LGBTQI ადამიანების შეკრება გამოხატვის უფლებას. ეს მუდმივი მცდელობა იმისა, რომ საზოგადოება წარმოაჩინოს როგორც ბნელ, ჰომოფობ, სექსისტურ საზოგადოებად, ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი წყარო, აი ამ მათი, ვთქვათ, ასეთ ტიპის პოლიტიკის. სახელმწიფო არ იყო მოწოდებული, რომ რაღაცა ჰოლისტური ან ძირეული სტრატეგია ქონოდა. მოსწავლებელი ხელისუფლება, რომელიც უნდა პრევენციას უკეთებდეს ძალადობას ან რაღაცნაირად მაგალითის მიმცემი იყო, თითქოს სამაგიეროს უხდის, ხო? მოსამართლეები არიან არამგრძნობიარე ესეთი საკითხების მიმართ და ხშირად გამამართლებელი განაჩენიც გამოაქვთ მოძალადისთვის. პოლიციელებს არ აქვს საკმარისი ცოდნა და განათლება, რომ ძალადობის მსხვერპლ ქალებთან მოიქცნენ სენსიტიურად და არ მოუწოდონ შემგუებლობაზე ან ქმრის მორჩილებაზე მაგალითად. პროკურატურა, რომელიც ვერ ხედავს ამ სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულის საზრის ან გენდერს ამ დანაშაულში, ხო? ეს ყველაფერი პრინციპში არასაკმარისი ძალისხმევა იყო მიმართული სახელმწიფოსგან ამაზე. ან ძირითადი ძალისხმევა მართლაც არასამთავრობო სექტორის და უცხოელი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან იყო გაწეული. შემდეგი გრანტების შესახებ კანონში ცვლილება მესამე მოსმენით თხოვთ ჩართოთ კენჭისყრის რეჟიმი. სამოცდათვრამეტი მოხდა 9 წინააღმდეგი კანონი მესამე მოსმენით მიიღება. ამ კითხვას რო ვსვამთ, ერთმანეთთანაც აი ახლა რა უნდა ვქნათ? იმდენად ბუნდოვანია რეალობა და აი რაღაც ამ ბუნდოვანებაში ნავიგაციას როგორ ვახერხებთ? ამდენი ხანი ეგეც არ ვიცი, ხო და მომავალი კიდევ უფრო ბუნდოვანია. თუმცა შეიძლება რეალურად ხო, ფილმების გარდა ასევე მოვიტანეთ ჩვენ გასატესტად კაბელიანი მიკროფონი. რომლებია? აი ორი საქსი. აი თორ კადრი შეიძლება იყოს ეგეც და გაერთებული. 22 წელს, როდესაც რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა მოხდა უკრაინაში, სწორედ მაქედან დაიწყო აქტიური და ღია დაპირისპირება ევროპულ სტრატეგიულ პარტნიორებთან და ევროპულ და ამერიკულ სტრატეგიულ პარტნიორებთან და ნელ-ნელა შემოტანა და გააქტიურება იმ პროპაგანდის, რადგან ახლა უკვე ძალიან მყარად ვისმენთ და არსებობს ჩვენ საინფორმაციო ველში. შემდეგ უკვე უფრო ფართო საზოგადოებრივ განწყობებზე манипуляცია, რომელიც ვთქვათ, პროპაგანდის კანონში გამოისახა, იმიტომ რომ ჩათვალეს, რომ ყველაზე კარგად მოხელთებული ქონდათ ეს ჰომოვიტრასფობიის თემა და ფიქრობდნენ, რომ ძალიან ადვილი
დამატებითი უპირატესობის მოპოვება შეეძლოთ ამით. ბოდიში რომ ადრე გაგაღვიძეთ და არა, შესაძლოა რაღაცა ვეჩვევეთ. ჭამს, ვაუ, ნორმალურად. ანუ ყოველ მაღაზიაში შესვლაზე ეს მაქვს ხოლმე რა ქვია. მოლარეს ვეკითხები რომ მეთქი ანუ მართლა ამდენი ღირს. ერთადერთი ფილმი დაგვრჩა კიდე, რომელიც ჯერ არ მიგვიღია. არა, ბოდიში ორი ფილმი. როცა რა ბრუსელში ვარ, ბელგიაში ვარ განმაშინა. 2024-ის 21 ოქტომბერს ჩამოვედი. არჩევნებამდე, იმიტომ რომ ვიცოდეთ, რომ კესარიას მოკლის მერე ვიცოდეთ, რომ არ იყო просто აზრი რა დარჩენა იმაზე რა, იმაზე რა ქვია, არჩევნებზე რა, ანუ მაინც რავი, იმ პარანოიას და იმ აგონიას რაც მქონდა და ყოველ წამს გარეთ ვიხედავდი, ანუ მე იმ კერძო სახლში რო ვცხოვრობ, ყოველთვის გავდიოდი, აქეთ-იქით ვიყურებოდი, მე ვიყურებდი ეს ვისი მანქანაა, ეს არის ესა და უკვე აი 2 და 3 და 4 დღეში იმდენად დიდ იმაში გავიარე სტრესში მეც და ჩემი ოჯახის წევრებიც, რომ ანუ პირიქით ანუ მაქსიმალურად გვასაპორტეს, რომ რავი, წადით და დაიწყეთ ნორმალურად და მშვიდად ცხოვრება. طلع شعراتك بالالبوم والمخيط المدفون فيه الباستا ეს არის vacation-ი რა. ისე ბიჭებისთვის არ მithქვამს რომ ვიღებ. იმაკ, კარიმაკ, სამსახური მაქვს, ადამიანურად ისე ადეკვატურად ცხოვრობ, просто ну ეს ჩემი ყველაფერი რაც გავყიდე საქართველოში, იცით რომ არ გერსიაფი რა და მაგიტო დავიწყე ეს კამპანიაც GoFundMe-ზე რომ რაღაცნაირად ვინც მასაპორტებდა მისმენდა ასშემი ბადალ თანხა შემოგროვებინა რომ ისე დაუბრუნდა შემსავალზე ძალიან მომენტად რომ მუსიკის კეთება და ძალიან დიდი ხანია ჩემ პროექტზე არ მუშაობია. ჯერ დავაყენოს და ვიზუალი მერე გავტესტოთ, ხო? კი, ჯერ რა ყველაფერს გავიყვანე. რო დადებენ რომ აი ჩვენ ვინც არ გვაღიარებს 3 წელი, აი რაღაცას ლეოფებს რო კითხულობ ხოლმე ყოველდღიურად და აი просто ეს რეიჯი და ეს გაბრაზება რომ ამის ხო აი მაქსიმალურად მინდა რომ ცოტა იმაში გადავიტანა რომ კიდე კაი რაღაც არ ვიცი ტკივნეული იყო რომ მე საკუთარ სახლში სადაც დავიბადე, გავიზარდე მართლა და აი ყველა მოგონება მაქვს და ჩემი კატები არიან ახლა ჩემი მშობლები, ჩემი სიბლინგი ესა აქ რაღაცა ციხესავით იმაში რა ქვია შელთერში ბევრად უფრო დაცულად გრძნობდი თავს ვიდრე ბოლო რამოდენიმე წელი ჩემს საკუთარ სახლში, საკუთარ ოთახში. ძალიან დაღლილი ვარ, ანუ გუშინ მიიღეს საბოლოოდ ის ახალი კანონების პაკეტი, აი რო გითხარი რომ გაამკაცრეს თქო. ხო, დაფინანსებებს. ხო, გრანტების კანონი გაამკაცრეს და ანუ იდეაში მაგისი სასჯელი რაც არის, ეგეც გაამკაცრეს რა, ხო და ხო, წავიკითხე ეგრე. ძალიან დაბნეულობა არის, მაგრამ აი მაგას თავი რო დაანებო, ტოტალური უმუშევრობა არის, აი ყველგან, ყველა თაობაში არ ვიცი, მოკლედ, ჩემ გარშემო 90% უმუშევარია და არ ვლაპარაკობ მარტო რაღაც საშუალო, ვითომ საშუალო ფენაზე რა და არ ვიცი. ძალიან გაცვეთილია მათი ეკრანი თუ რაღაც მოკეთის ბრაითნესს რაღაცებს აუწიეთ, მაგრამ მერე გამოსახულებას თეთრდება რა.
პრინციპში ეხლა ამასაც ისევე როგორც სხვა ყველა სივრცეს, ისევე როგორც საჯარო სივრცეში ნებისმიერ რეფორმით დგომას და რაღაცასთან არ დათანხმებას, აქ ხო საუბარი აღარ არის უკვე რაიმე სახის დროში საფრიალებაზე, საერთოდ ტროტუარზე დგომაც აღარ შეიძლება, ხო, ესეც აკრძალული, ანუ ადამიანის ყოფნა სივრცეში არის აკრძალული რა. მიდი, შემდეგ გადაიწყებს და მე შენ გავიწევ. ჩვენი ხმა მაინც ისმის, ქვია მაგას. ვიხარია რომ წელს გმას პიზდობთ ამ ფესტივალზე, არ ვიცით გაისად შეგხვდებით თუ არა, მაგრამ მაინც მომავლის იმედით გადავაგორებთ ამასაც და გაისადაც გიმას პინცდებ. რა დაუბრუნდე წლევანდელ თემას, ეს არის ემიგრაცია, მიგრაცია ზოგადად. როდესაც ვლაპარაკობთ თუნდაც ქალთა აშრობით მიგრაციაზე, შეუძლებელია რომ აქ არ ვახსენოთ ის პატრიარქალური სტრუქტურა, რაც იწვევს იმას, რომ ერთი მხრივ ზრუნვის შრომა ქალს მიეწერება და ქალის ვალია და მეორე მხრივ ზუსტად ამის გამო ეს შრომა ხდება გაუფასურებული, ნაკლებ ანაზღაურებადი და მერე ქვეყნის შიგნით იქნება თუ ქვეყნებს შორის ურთიერთობაში ვხვდებით ამ ორმაგ სხვაობას, პატრიარქატის ორმაგ სხვაობას, როგორც დავარქვით ამ ორ გამოცდილებას, რის გარეშეც ვფიქრობთ, რომ ანუ მიგრაციის შესახებ ანალიზი უბრალოდ არ გვაძლევს სრულ სურათს. ამდენი ხნის განმავლობაში დაგროვდა ძალიან ბევრი ცოდნა ამ არასამთავრობო სექტორში, ეს ინსტიტუციონალიზება ამ ცოდნის რიმულის გაქრობაც არის ძალიან მტკივნეული. მეორის მხრივ რო უყურებ აი მის ფონზე, რასაც მაგალითად ახლა განათლების სისტემას უშვებიან, რა შეცვალა აი ამ კანონების მიღებამ. კანონის მიღების პირველ ეტაპზე ჩვენი პოლიტიკა რაც იყო მაგალითად, რასაც ვცდილობდით რომ გვეჩვენებინა საზოგადოებისთვის, ეს ცვლილებები მარტო ჩვენზე არ აისახება, იმიტომ რომ თუ ეს კანონი სრულად შევიდა ძალაში, შეგიზღუდავს სიტყვის თავისუფლებას, გამოხატვის ყველასთვის შეზღუდავს და ვთქვათ ეს ნიშნავს რომ საგანმანათლებლო სფეროში მაგალითად რეალურად არც დაგჭირდა, იმიტომ რომ ისედაც მიიღეს ისეთი ტიპის კანონები, დამატებითი კანონები, სადაც ამის ახსნის საუცილებლობა საერთოდაც აღარ არის. დამუშავების ქრონოლოგიაც ისეთი არის, რომ ჯერ ვიწყებთ ერთ-ერთი ავტორით, რომელიც მიდის ემიგრაციაში და ამ მიმღებ ქვეყანაში გადის თავშესაფრის ბიუროკრატიას და ამ პროცესებს და რა დაეხმარა მას ამ თავშესაფრის პერიოდის გადალახვაში. თან აი მარტო ქვეყნის გარეთ ხო არ არის შიდა მიგრაციაც ხო არსებობს. ეს რაღაცა თავკომბალას რო ემსგავსება ქვეყანა და რაღაც შიდა მიგრაცია, რესურსების არათანაბარი გადანაწილება ხო არის ასევე პრობლემა, ხო? ან უამრავი შრე არის ამ თემაში. რეალურად ისიც იკრძალება, რომ ამ გამოცდილებებზე დაყრდნობით ცოდნა, ეს გამოცდილებები ცოდნად ვთარგმნოთ. ვაწარმოოთ ცოდნა ამ გამოცდილებებზე დაყრდნობით, რომ აი ეს გამოცდილებები რაც არსებობს საზოგადოებაში, ითარგმნოს ცოდნად. Says we need to move on already. Welcome to the company home. Margaret, you'll just need to wear what you had on yesterday. Should I make breakfast? Go. Go! გამარჯობა, გესმით? დღეს მოვაპარაკებთ მიგრაციაზე.
დიახ, ველაპარაკებთ კიდე ეკონომიკურ განსაზღვრებებზე, როგორც ვიცით, ეს არის ხო უპირველესი მიზეზი საქართველოსთან მიგრაციის, ზოგადი მიგრაციის და queer თემი არ არის გამონაკლისი. და უფრო მკაფიო ხდება სხვა ჯგუფების мотивация ამ ეკონომიკური სიტუაციის დაძლევის მიღმა, რაც როგორც არის მაგალითად არჩევანის თავისუფლება, სოციალური მონაწილეობის და საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლის მოპოვების სურვილი, ესე ვთქვათ. პირველი და ყველაზე თვალშისაცემი რაც იყო ჩემი ამ კვლევის და რესპონდენტებთან ლაპარაკის და მათი ამბების მოსმენისას არის ჰომოფობიის ყოვლის მომცველობა, რაშიც ვლინდება მისი სისტემური ხასიათი. ხართ-ხის მუდმივი განცდა, რომელიც ხშირად აბრკოლებს ადამიანს, მათ შორის აი ამ დათულად რაღაცა სისტემაში გაცხადების. ჩამოვიდია კარპატის ომის შემდეგ, იმიტომ რომ მინდოდა უფრო კარგად გამეგო რეგიონი, უფრო ახლოდან გამენახა ეს რეგიონი, მაგრამ მე ხშირად განმსჯიდნენ ის გამო, რომ მიგრაციით წამოვედი საქართველოში და ამისთან მიუხედავად, რომ თავს მე საქართველოში მიგრანტად ნამდვილად არ ვგრძნობ, უფრო ადგილობრივი ვარ, მაინც მე როგორც სომხები, ანუ სომხეთის მხრიდან და საქართველოს მხრიდან, მაინც იყო ესეთი გარკვეული მოსაზრებები თუ შეხედულებები შემოსმართო, მაინც სხვა ადამიანები იყვნენ. ახლა Facebook პოსტისთვის და ტროტუარზე დგომისთვის, როცა ადამიანს ციხეში უსშვებ, ან აჯარიმებ, საერთოდ რაზეა უკვე ლაპარაკი. ეხლა მით უმეტეს, რომ ეს დაბალი ნდობა არსებობდა და ეხლა ესეც. ორი არაკაცი, ქალერზე თავდასხმისთვის 3000 ლარი დააჯარიმეს ხოლოს. მანამდეც პრინციპში პოლიციაშიც, სასამართლოშიც თანხლებას აკეთებდა არასამთავრობო ორგანიზაციები. ისინი იბრძოდნენ მსხვერპლის უფლების დასაცავად, იმიტომ რომ თვითონ მსხვერპლს ხშირად არ აქვს არც ეს უნარი, არც შესაძლებლობა, შეიძლება ცოდნაც საკუთარ უფლებებზე, რომ დაიცვას თავი. დღეს სახელმწიფო ცდილობს, რომ ეს შესაძლებლობა მოსპოს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციამ დაიცვას მსხვერპლი. და მსხვერპლი რჩება მტრული სისტემის წინაშე მარტო. აქ, როდესაც შენ კლავ ამ ხარდაჭერას, არავის არ ექნება იმედი, რომ სისტემაში სამართალს იპოვის. სულ ერთია ვინ. Also maybe because of this illusion that I am in a other country.
კი სიმბოლური დღე არის ნამდვილად და ალბათ შეიძლება მთელ მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა ვიყოთ, სადაც დღეს ქალთა ციხესთან უწევთ ქალებს ვისვლა და ამ დღის აღნიშვნა. დღესდღეობით, როდესაც ასეთ რეპრესიებს ვუძლებთ, რეჟიმის წინააღმდეგ ვიბრძვით და მაშინ, როდესაც არაერთი პატიმარი არის უკანონოდ ციხეში, მათ შორის ქალები არიან ციხეში უკანონოდ უდანაშაულო ქალები, ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს და ამიტომაც მივდივართ რუსთავში ქალთა ციხესთან, სადაც ჩვენ სინდისის პატიმრებს უნდა მივულოცოთ პირველ რიგში 8 მარტი. მე სადაც გიშლით ხერს მოდი. ხშირად ესეთ პატრიარქალური კულტურა, ასე ვთქვათ, სიმბოლურად ანიჭებს კაცს იმის უფლებას, რომ იძალადოს ქალზე და ამართლებს ამ ტიპის ძალადობას, ხო? და ჯის სწორედ გენდერული ნორმიდან გადახოვისთვის ისჯება ქალი. არ იქცევა მაგალითად რაღაცა მოვალეობებს არ ასრულებს. რომ კაც თითქოს ესეთი კულტურულად გამართლებული არის მასე ძალადობა. ესეც არის, ესეც უნდა გავითვალისწინოთ, ხო? არა მხოლოდ სამართლებრივ დონეზე ვისაუბროთ, არამედ რას მეუბნება სიმბოლურ დონეზე, ხო? თქვა სახელმწიფო ამბობს, რომ აი ეს უარს ამბობს დაინახოს ეს ამ ტიპის ძალადობის რეალური ფესვები. Quand le soir je rentrais à la maison, j'étais toute contente. გამარჯობა ხალხო, მადლობა და მიხარია რომ დღეს კინოსთან ერთად და კინოს გავლით ვლაპარაკობთ ამ ყველაფერზე. 2006 წელს წავედი ესპანეთში, მაგრამ მადლობა რომ მე მყავდა იქ და მყავდა ბიძაშვილები და ჩავედი თუ არა მე დამხვდა სამსახური. ძალიან კარგი ესპანელი ოჯახი, რომლებსაც არ ყავდათ შვილი და მადლობა ესპანელ ხალხს რომ მე მიმიღო როგორც საკუთარი შვილი. გავიდა 100 წლები, შვილიშვილი ერთი მყავს უკვე 19 წლის, მეორე 14 წლის, მესამე პატარა 10-11 წლის. ჩამოვედი 5 წლის მერე, როცა ავიღე საფუთი, იმდენად გავხარდა მეუღლეს, რომ ჩამოვედი მეორე დღეს გული შეტევით ინფარქტი მიიღო და გარდაიცვალა სიხარულისგან. მე ვფიქრობდი, რომ მე ახარ წავიდოდი ემიგრაციაში, მაგრამ ისევ მე დამაწყვა. უნდა წახვიდე ისევ და უნდა იბრძოლო, გადაარჩინო, ფეხზე დააყენო. მე დას ორი მხარი აქვს, ვაგზავნით ფულებს და სიყვარული თითქოს თოვლის ახარ, თუ თოვლის ბაბუ ახარ, რომელიც საჩუქრებთან ასოცირდება. ჩემი შვილიც და დედაც დღემდე ემიგრაციაშია. 10 წელი მყავდა დედა ჩემი ემიგრაციაში, პენსიონერია, 70 წლის ხდება. ჩამოვიდა, მაგრამ ჩვენზე რომ არ ყოფილიყო დამოკიდებული და ჩვენ შვილებისთვის არ ეთქვა რომ წამალი მიდა პური და იძულებით წავიდა ისევ ემიგრაციაში. და ჩვენი ვიზიტის დროს ორგანიზაცია ვიყავით, ჩავედი და ვნახე. რთული სიტუაცია. არ ვიცი, როგორ დაბრუნდებიან, რა უნდა გააკეთო. ჩვენი სახელმწიფო როგორ მიხედავს ამ პენსიონერებს. თუნდაც იმიტომ, რომ აი ელემენტარული წამალი და თავი რომ მირჩინონ. 2 წელია ვიბრძვი რომ აქ ვიპოვო და დამკვიდრდა სამსახური. ზოგან მეუბნებიან რომ ქალბატონო თქვენი ასაკისას აღარ ვასაქმებ, 59-ის ვხდები ივლისში. რა ქნას ქალმა გეკითხებით,
ჩემზე არც სახელმწიფოს რუნავს, რომ ამ ფრივობის მომწეს რამე, ჯერ პენსიამდე ადრეა, შვილს თავისთავი თვითონ გაჭირვებია, ზოგი გაცილებულია, ზოგმა ობოლიშვილი უნდა არჩინოს. გეკითხებით, რა ვქნათ ჩვენ, აღარ შეგვიძლია წასვლა, აღარ შეგვიძლია ემიგრანტობა, დაგვაბრუნეთ სამშობლოში და საარსებო მოგვეცით. ყოველთვის ვფიქრობ, რომ ყველა ემიგრანტი არის რაღაც ჩრდილში მყოფი გმირი, რომელიც არასდროს არ განახებს თუნდაც იმ სირთულეებს, რაც აქვს, ემოციური სირთულეებიც და ხშირად გამიგია, რომ ვიღიმით, მაგრამ როცა მარტო ვჩებით საკუთარ თავთან ღამობით, განსაკუთრებით, როცა უნდა გვეძინოს, ძილის მაგივრად ღამეები მიდის თეთრად, ტირილში შვილის მონატრებაში და ხანდახან წარმოდგენაც არ მინდა, რამდენჯერ შეიძლებოდა დედაჩემს ქონდა ესეთი დღე. ნოემბერში ვიყავით რამდენიმე დღით ბარიში, ნახეთ ქართველი ემიგრანტი ქალები ოჯახში დასაქმებულები. იქ იყო კიდე ერთი, რომელსაც არ ველოდით ამ შეფასებას, რომელსაც დაგვხვდნენ. ანუ ეს იყო პერიოდი, როცა საქართველოს სახელმწიფომ გამოაცხადა, რომ ართმევენ ემიგრანტებს მოქალაქეობის ხმის მიცემის უფლებას. შესაბამისად, რაღაცა ავტომატურად ეს განწყობა იყო, რომ ამას ჰქონდა გამოძახილი ემიგრანტებში, რომელიც არ შეუძლებელი იქნებოდა ჩვენთვის აქედან გაგვეგოს, უბრალოდ იმ წუთას იქ აღმოჩნდით. და ეს იმედგაცრუების შეგრძნება იყო ძალიან აშკარა და ღია და გაზიარებული. ისმის ახლა 2 წუთით უბრალოდ შევაჭამებთ, დღეს იყო ფესტივალის ბოლო ღონისძიება. ჩვენი შეხვედრა არის ძალიან მნიშვნელოვანი ერთმანეთთან, ერთმანეთის მოსმენა და ერთმანეთის დანახვა. როგორც საზღვრებს შიგნით, ასევე საზღვრებს გარეთ. და მინდა რომ უბრალოდ გაუფრთხილდეთ ერთმანეთს, გაუფრთხილდეთ ესეთ სივრცეებს და ვიბრძოლოთ ასეთი სივრცეებისთვის. ეხლა ხვდებით, რომ ეტაპობრივად გამომცემლობას, უნივერსიტეტს, ანუ ყველაფერს რეალურად რამაც შეიძლება კრიტიკული აზრი გააჟღეროს ავტორიტარული მმართველობის წინააღმდეგ ყველას და ყველაფერს ეხება, ხო? და ნაბიჯ-ნაბიჯ შეეხება კიდევ უფრო მეც. ხო. აქ გამოჩნდება, ხედავთ თუ არა, რომ სინამდვილეში უნდა გავერთიანდეთ მაგის წინააღმდეგ.